გამარჯობა, თქვენ უყურებთ მომავალ ტვირთს და გადაცემას თაობა დღეს მე ნანა ინჯგევარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა პოეტი თემო შენგელაია. ის არა მარტო ლექსების წერით არის დაკავებული, არამედ სხვა საინტერესო საქმიანობაშიც აქტიურადაა ჩართული. თემო ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის დირექტორი და საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ძირძველი წევრია. დღეს ჩვენს გადაცემაშია სტუმრად და დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის. მინდა პატივისცემა გამოვხატო შენი შემოქმედების მიმართ, იმიტომ რომ ვარ აქტიური მსმენელი შენი ლექსების და ძალიან მომწონს რეალურად და არა მარტო მე, ძალიან ბევრს მოსწონს ეს ყველაფერი და სანამ უშუალოდ შემოქმედებას შევეხებით, მოდი საუბარი დავიწყოთ შენი ცხოვრების სტილზე. როგორია თემო შენგელაიას ცხოვრების სტილი? თავისუფალი, ეს არის ყველაზე თავარი. ხო, სანამ დავიწყებდე მეც მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. შენ და მე ისეთი თბილი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა იმ ჩვენი ინტერვიუს შემდგომ. შემიძლია ვთქვა, რომ ესეთი კარგი ინტერვიუ ბევრი არ ყოფილა. იმიტომ რომ ძალიან დასამახსოვრებელი იყო და სწორედ ამიტომ უპრობლემო დავთანხმდი თქვენს შემოთავაზებას, რომ აქ მოსულიყავი და მადლობა მოწვევისათვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ჩემი ცხოვრება არის თავისუფლებით გაჟღენთილი და თავისუფლება არის ყველაზე უფრო დიდი, რაც შემიძლია, რომ ცხოვრებაში მქონდეს და თავისუფლების გარშე არაფერი არ შემიძლია. თავისუფლება უნდა მქონდეს ყველაფერში. არ მინდა რომ რაღაცა ყოფითი რაღაცები მაწუხებდეს. არ შემიძლია მე ვიმუშაო ის ადგილზე, სადაც თავისუფალი არ იქნები. იმ კუთხით ვიძახე, რომ ანუ სულიერი თავისუფლების შეზღუდვა, რაღაც სუბორდინაცია, ასე ვთქვათ, უფრო უმცროსობა, ვერტიკალური დამოკიდებულება ამ შემთხვევაში ჩემს მიღებელია და ჩემი მთელი ცხოვრება ეს იქნება სამსახური, ეს იქნება ნებისმიერი რამ არის თავისუფლებით გაჟღენთილი. ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის. საინტერესოა უდაოდ. მოდი ვისაუბროთ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფზე. შენ ხარ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის დირექტორი, აქტიურად ატარებ სხვადასხვა ტრენინგებს და ასე შემდეგ საინტერესო საქმიანობას აქტუალურ თემებთან დაკავშირებით გაქვს ტრენინგები და გვესაუბრე ამასთან დაკავშირებით. კი, მოკლედ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი არის ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა რამდენიმე წლის წინ. მე ვარ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ორგანიზაციაშიც არის თავისუფლება და ჩვენთან არ არის რაღაც ისე მკაცრი სუბორდინაციული დამოკიდებულება, როგორც არის თუნდაც საჯარო სტრუქტურებში. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია. Facebook-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი, ჩაწერთ Facebook-ზე და თავისუფლად შეგიძლიათ რომ მოძებნოთ. ვაკეთებ ძალიან ბევრ პროექტს, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ყველაფერი ეფუძნება კრეატივს. ანუ უმრავლესად ვაკეთებ პროექტებს, რომელიც საქართველოში მანამდე არ ყოფილა. მქონდა ბევრი ეგეთი პროექტი, ეს არის იმიტირებული გამოძიება, ეს არის იმიტირებული განათლება მედიაციის პროგრამა სკოლის სტუდენტებისთვის და ასე შემდეგ. ეხლაც გვეგმავთ კიდე ძალიან მაგარ პროექტებს, რამდენიმეს ვერ გავახმოვანებ, იმიტომ რომ ძალიან კრეატიულია და ახალია და არ მინდა რომ ვინმე ასე ვთქვათ ყურად იყოს ეს ყველაფერი და პირველი მინდა რომ ჩვენ გავაკეთოთ ეს ყველაფერი და გვაქვს რამდენიმე პროექტი ჩაშვებული. ერთ-ერთი არის სკოლის მოსწავლეებისთვის და სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობა მიყვარს განსაკუთრებით სტუდენტებთან ურთიერთობა და ვაკეთებთ პროექტებს უმთავრესად სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ ეს მომავალი თაობა, რომელიც მოდის, მე კი ვსაუბრობ ხა 80 წლის ოფიცივით, მაგრამ მომავალი თაობა, რომელიც მოდის, ანუ ჩვენი წინა თაობები, რომლებიც არიან, მე ვფიქრობ, რომ ესენი არიან ჩატეხილი ხიდის თაობა, რომლებიც უნდა გადააფასონ ღირებულებები, გადავაგდოთ ძველი და ავიღოთ რაც გვაქვს კარგი, შევინარჩუნოთ ის, რაც არის ჩვენს ტრადიციებში ძალიან კარგი. აქ იმასაც არ ვიძახი, ზოგიერთი იძახის, რომ ტრადიციები არ გვინდა, არ გვინდა. არატრადიციული ერი არავის არ სჭირდება, არც ევროპაში, რომელშიც შეცვლაც ძალიან გვინდა. ჩვენი ტრადიციები, რომელიც არის ღირებული, უნდა შევინარჩუნოთ, ძველები, რომელიც მოძველებულია და თანამედროვეობას არ შეესაბამება, გადავაფასოთ და საბოლოო ჯამში რაღაც გავაკეთოთ კარგი და დავიბადოთ ცვლილებებისთვის და ვიცხოვროთ იმისთვის, რომ რაღაც შევცვალოთ. დედამიწაზე და ქვეყანაზე. გეთანხმები აბსოლუტურად. მე ვიცი, რომ აქტიურად არიან ამ ყველაფერში ჩართული ახალგაზრდები და მოსწონთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა. თემო, მე ვიცი, რომ ხარ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ძირძველი წევრი. ამასთან დაკავშირებით რას გეტყვი? საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტზე სითბოს გარდა მეტი არაფერი არ შემიძლია რომ გითხრათ. ნუ ეხლა არ ვარ აქტიურად ჩართული, თუმცა თითქმის პირველივე დღეებიდან, როცა სკოლის მოსწავლეებთან იყო ჯერლის პროექტი, მაგედან ვარ ჩართული. მე ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და როგორც ჩემი ოჯახი, ესე ახალგაზრდული პარლამენტი დღესაც მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად არ ვარ ჩართული და ის ადამიანები, ვისაც დღეს ვხვდები, საკმაოდ წარმატებული ადამიანები არიან, წარმატებული ახალგაზრდები არიან და კარგია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტი გვაქვს ზოგადად ქვეყანას და ამით სახელმწიფოს არის დაინტერესებული. და მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს, კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდებს გვაქვს ძალიან დიდი ძალა, რომელიც უნდა მიმართოთ ძალიან სწორად. და გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ასიკეთად, რა თქმა უნდა.
გაითანხმებით თემო, მე ვიცი რომ ილიონში წაიკითხავ ლექციებს კრიმინოლოგიის თავისუფალ კურსს. ეს ჯერ კიდევ ჩემს ინტერვიუში ექსკლუზივი მქონდა მაშინ. საინტერესოა და დაინტერესდებიან სტუდენტები რეალურად ამ თემით და მინდა ამასთან დაკავშირებითაც გააკეთო კომენტარი. მქონდა ხო შემოთავაზება ილია უნიდან, ილია უნიც ძალიან ასე ვთქვათ რაღაც ოჯახური გარემოა ჩემთვის ილია უნიში, იმიტომ რომ ილია უნის თითოეულ პრეზიდენტი თორნიკე ჩიქოვანი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. დეკანი ყავს ძალიან მაგარი თავისუფალი ადამიანი, რაც ყველაზე მთავარია. შებოჭილობებისგან და ძალიან ბევრი რაღაც ცებისგან ძალიან შორს და შემოთავაზება მქონდა, ეხლა უნდა დამტკიცეს ეს ყველაფერი ოფიციალურად და სავარაუდოდ იქითა სემესტრიდან უკვე მექნება საგანი კრიმინოლოგიის თავისუფალი კურსი. ძალიან საინტერესოა. მოდი ახლა უშუალოდ გადავიდეთ შემოქმედებაზე. რეალურად ჩემი ლექსები ძალიან პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში, იგივე YouTube-ზე ძალიან ბევრი ნახვა აქვს, მსმენელი ყავს. გვესაუბრე შენი შემოქმედების შესახებ და იმ ლექსებზე, რომელიც ასეთი პოპულარულია და თუ გაქვს განსაკუთრებულად ისეთი ლექსი, რომლის ფრაზა ყოველთვის თან დაყვება. მე მგონი საზოგადოებას უფრო აქვს. საზოგადოებას აქვს და ვიცი, რომელიც დაახლოებით 9 მილიონი აქვს ნახვა YouTube-ზე. ამ ლექს და უმრავლესად ამ ლექსით მიცნობენ, გულიმწყდება ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი სხვანაირი ლექსებიც, ჩემი გადმოსახედი და რა თქმა უნდა. და ვფიქრობ, რომ მარტო წუთში წამიგაჩერდა, არ უნდა იყოს პოპულარული, რა თქმა უნდა, ამ ლექს ძალიან დიდი მადლობა, მე არ ვსაყვებირო ამ ლექს. ძალიან დიდი მადლობა და ხალხს ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მნახველს, რომელმაც შეიყვარა ეს ლექსი და მე ბავშვების ვიდეოებიც გაჩნდა, სკოლის მოსწავლეები კითხულობენ ამ ლექსებს, ამ ლექს მიგზავნიან ხოლმე თავადაც და ძალიან ასე ვთქვათ დიდი მადლობა. ყველაფრისთვის, ყველაზე მთავარი რაც არის, მინდა იმ ადამიანებს უთხრა, ვინც ისმენენ ჩემს ლექსებს, რომ თქვენს გარეშე მართლა არაფერი არ ვიქნებოდი და არც არაფერი ვარ თქვენ გარეშე. ყველაზე მთავარი ხარ თქვენ, თითოეული თქვენგანის მოწერა Facebook-ზე ჩემს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვცდილობ რომ უპასუხოთ არც ერთი წერილი არ დავტოვო და ყველაზე კიდე მთავარი რაც არის, ვფიქრობ რომ მე ვარ საკუთარი თავის ობიექტური მსაჯული. ბევრი ვიღაცა ძალიან ზედმეტად მაქებს და მე ვიცი რომ ეს სიმართლე არ არის, ძალიან გადამეტებულია რა. არიან ადამიანები, ვინც მაკრიტიკებენ კიდევაც და ვფიქრობ რომ კრიტიკასაც უნდა ჯანსაღკრიტიკას ყოველთვის მივიღებ. და ყველაზე მთავარი არის რომ ადამიანი მუდმივად იყოს საკუთარი თავის ობიექტური მსაჯული. და არც ერთი ნახვა არც ერთი 9 მილიონი ნახვა არ ღირს იმად რომ ადამიანმა ზემოდან დაიწყო რაღაცებზე ყურება. არავითარ შემთხვევაში პირიქით ის თითოეული ადამიანი, ვინც ჩემი მიმართ თითქოს გამოხატავს, თითოეული ადამიანი, რომელიც YouTube-ზე შემოდის და ამ ლექსს ნახულობს, მათით ვარ სწორედ რაღაც. და თუ რამეს წარმომადგენელ ვარ სწორედ მათით. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ ლექსებს ისმენენ. თემო, მაინტერესებს, რას ფიქრობ ახალგაზრდა პოეტებს, როგორ მოგწონს ზოგადად მათი შემოქმედება? საქართველოში ნიჭიერი ხალხია ნამდვილად. ვფიქრობ, რომ რაღაც ცოტა დაგსაქსულია ქართული პოეზია, რომელიც ძირითადი ბირთვისთვის, ანუ მსმენელისთვის არის ცოტა შეიძლება უცხოც, ანუ გაუგებარი შეიძლება იყოს. რას გულისხმობ კონკრეტულად? არ რაღაც გავლენებია რამდენიმე ძირითადი მიმართულება ჩამოყალიბებული და ხშირად ადამიანებს აფასებენ იმის მიხედვით, თუ სიტყვაზე ერთი მიმართულების წარმომადგენელია, აფასებს მხოლოდ იმ მიმართულების გადმოსახედიდან, რომლის სტილითაც არის ეს ლექსი დაწერილი. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ინდივიდუალიზმი გვჭირდება და გვჭირდება ძალიან ბევრი კითხვა. არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ჩემი გვერდით, რომელსაც უყურებ და ვხედავ და სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ეს ადამიანები არ კითხულობენ. რო განვითარდნენ იმისათვის არის. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც შეუძლია რომ დაიპყროს ძალიან დიდი სიღრმეები, მაგრამ კომპიუტერმა და რაღაცეებმა ადამიანები დააშორა წიგნებს. და თუ შენ არ წაიკითხავ სხვის შემოქმედებას, თუ შენ სხვის ლიტერატურას არ გაეცნობი, შეიძლება ნიჭით დაწერო კარგი რაღაცეები, ადამიანებმა ტაში დაგიკრან, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვერ პოვებს ლიტერატურულად ღირებულად ჩამოყალიბებას. და საბოლოო ჯამში საჭირო რომ ბევრი ვიკითხოთ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ახალგაზრდა პოეტებისთვის, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიკითხოთ, ძალიან ბევრი. და კიდევ ერთი რაღაც, საზოგადოება ხშირად არასწორი რელსებით, საზოგადოებას ხშირად მიყავს არასწორი რელსებით ახალგაზრდა პოეტები, მაგალითად, რადგან გალაქტიონმა თავი მოიკლა, რადგან პავლო იაშვილმა თოფი ისროლა თავისთვის, ხშირად გონიათ, რომ პოეტი რაღაც თვითმკვლელობისკენ უნდა იყოს მიდრეკილი. ან პოეტი თუ ხარ კაში უნდა ქონდეს ყელში წაჭერილი და იხჩობოდე, ბერეტი გეფაროს და თვალები დამერიყურებოდე კარგად, გიჟი უნდა იყოს, ცოტა უნდა აფრენდე და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. არავითარ შემთხვევაში არ არის პოეტი გიჟი და არანორმალური და ბევრ ადამიანს იმასთან აქვია
ფანჯარასთან ახლოს ძინავს რომ რამე რო იყოს პოეტი ვარ და გადავხტები და ასე შემდეგ. ანუ სისულელი აბსოლუტურად ამ ადამიანებს მოუწოდებ რომ პოეტი გიჟი არ არის. პოეტი არის ადამიანი რომელსაც აქვს ნიჭი, რომ საკუთარი მოსაზრებები გადმოსცეს ძალიან ლამაზად. ადამიანების გულებამდე მიიტანოს ეს ყველაფერი, ან ვერლებით ან კონვენციურ ლექსად გადმოსცეს და ეს ნიჭია როგორც მომღერალს აქვს იმის ნიჭი, რომ იმღეროს ძალიან ტკბილად, ძალიან კარგად და საბოლოო ჯამში იყოს ხარისხიანი. იგივეა აბსოლუტურად. და კიდევ ერთი რაღაც მე პოეტი ჩემი თავისთვის არ დამიძახია ნამდვილად გეუბნებით როცა სადმე მივიდივარ ანუ არა ამაზეც არ არის არც ვთვლი რომ რაღაც მე პოეტი ვარ და არიქა და ასე შემდეგ მე ვფიქრობ რომ თუ პოეტი ხარ ეს გამოჩნდება წლების მერე და ადამიანები დაგარქმევენ შენ სახელად პოეტს ლექსი რო წერო ამ ეტაპზე ხო ადამიანებმა დაგარქვა სახელად პოეტი კი YouTube-ზე რა ლექსების დევს წერია რომ პოეტი თემურ შენგელაია მაგრამ მე ვფიქრობ რომ დრო აფასებს ამ ყველაფერს დრო ეს არის ყველაზე მთავარი და რაღაც პოეტი ვარ და გიჟი უნდა ვიყო და იქ ლექსი უნდა დავწერო და იმით რო იქნიან ხოლმე ხელოვნურად რაღაც ეს არის ცდა განსხვავებულს რო ცდილობენ შექმნან განსხვავებული იმიჯი თემა ის რასაც პოეტები მუზას ეძახიან. ძალიან საინტერესო თემაა. აი ზოგადად ამბობენ ხოლმე მუზა მეწვია და დავწერე ეს ლექსი და ასე შემდეგ. როგორ აღიქონს თემა შენგელაია ამ ყველაფერს? შენი მოსაზრება როგორია? მე მეორე დღეს რომ მოდიან და დღეს ტრამე დაწერე და არა მუზა არ მქონდა არ მოვიდა რაღაც მუზა არ მქონდა და არანაირი მუზა არ არსებობს ესე კი. ჩემი აზრით არა, მუზა არის, ანუ შენ ტკივილზე წერ, შენ გზნობებზე წერ, შენ შეგრძნებებზე წერ. ისაც შენშია და მე ცოტა სხვა შეხედულებაც მაქვს. შენ რასაც გზნობ იმაზე უნდა წერო. შენ თუ დაწერო ბებია ჩემი გარდაიცვალა და ბებია შენი ცოცხალია, ისე ხო და ამაზე არ წარმოდგენა არ ქონდა უბრალოდ იმიტომ დაწერე რომ ტექსტ მოუხდა, ჩემი აზრით ეს რაც უნდა ლამაზი იყოს. ლექსი არ არის. მუზას რაც შეეხება, მუზას რასაც საზოგადოება ეძახის, ეს არის შენი ტკივილი, შენი განცდები, შენი სიყვარული, შენი რაღაც შეხედულებები, რომელიც შენ გიგროვდება, გაწუხებს და მოდის და წერ. შენი აზრები. და არავითარ შემთხვევაში რაღაცა მუზის წარმომადგენელი კლიო, რომელიც ზის ზემოდან და იმეტებს შენთვის მუზებს და რაღაც, ანუ ესეთი რაღაცები არ არის. ჩემი აზრით მუზა საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ ეს არის რაღაცა ის შენი განცდები, რომელიც რაღაცაზე გაწერინებს და თუ შენ არ წაიკითხავ ბევრს, თუ არ გეცოდინება ბევრი, თუ შენ არ გიქნება განცდები, თუ შენ ამ ყველაფერს არ ჩამოაყალიბებ, ამაზე არ იფიქრებ, ამ აზრებს ტვინში არ დაატრიალებ, ხო? მუზა ვერანაირად ვერ მოვა შენთან და ვერ გეტყვის რომ მოდი ეხა კაი ხასიათზე ვარ და ლექს დაგაწერნებ ანუ ესეც მოვედი და დაწერე ლექსი ხო ესეთი რამე ხო ანუ მუზას რასაც ადამიანები ეძახიან ეს არის შენი განცდები შენი ტკივილი შენი სიყვარული შენი შეხედულებები რომელიც შენ გაწუხებს და წერ ამ ყველაფერს რადგან მუზაზე ჩამოვარდა საუბარი მე ვიცი რომ არ ხარ წინააღმდეგი ჩვენს ეთერში წაიკითხო ლექსი და ლექსი რომელიც ყველაზე მეტად შენებურია და შენშია და ყველაზე კარგად გადმოსცემს შენს ემოციას ანუ ესეთი წავიკითხო რომელიმე? ხო. რომელიმე ესეთი. ახალ ლექსს წავიკითხავ მაშინ და გეტყვით ეგეთ რაღაცას, რომ ყველა ლექსი არის აბსოლუტურად, ანუ რასაც უწერ არაფერი არ დამიწერია ეს ხორებაში ისე, ну რა თქმა უნდა თავიდან დამიწერია, მაგრამ შემდგომ როცა უკვე რაღაც ჩემი ხელწერა შევქმენი, ჩემი გადმოსახედა რა თქმა უნდა ესეც, მე არ მიყვარს ლექსში რაღაც როცა ისე იწერება, რომელიც არის საზოგადოების განკუთვნილი. შენ წერ შენთვის პირველ რიგში. შენ ტარიელ ხარხელაური შეხვდა ამის წინ ცოტა ხნის წინ ძალიან დიდ პატივცემ, ძალიან დიდი ადამიანია ჩემს ტარიელ ხარხელაური და მითხრა ეგეთი რაღაც რაც ჩამომახსოვდა და ვფიქრობ ეგეთ რაღაცას. პოეტი ხარ, მაშინ როცა შენ ლექსს წერ, როგორც კი ბოლოს წერტილს დასვამ, შენ უკვე მკითხველი ხარ. და მართლა ესეა აბსოლუტურად. და კიდევ ვფიქრობ იმას, რომ ლექსი უნდა იყოს 100% შენ. თუ ლექსი 100% შენ ხარ და არის სხვა ანუ სხვას ვიძახი ამ შემთხვევაში სხვის გამო გაქვს დაწერილი რომ აბა ეხლა მე დავწერ და საზოგადოება ამას მოეწონება თუ არ მოეწონება ანუ მე ვფიქრობ რომ ესეთი ლექსი ღირებული არ არის ლექსი არის აბსოლუტურად შენ უნდა იყოს ლექსი შენს განცდებზე შენს ტკივილებზე თუნდაც ვიღაცაზე თუნდაც რაღაცაზე და ის უნდა იყოს რაც შენ გაწვალებს ის რაც შენშია კარგი წაგიკითხავთ ესეთ ლექსს არ არის პრობლემა ბოლოს რაც დავწერე ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილის გამომწვევი იყო რაღაც რამდენიმე სიტუაცია და ამაზე მაქვს ერთი ლექსი დაგიკითხავთ. გისმენთ ამბობთ. ამ დღის საღამოც, ამ დღის სუნთქვაც, ამ დღის ღიმილიც, მე რომ ღმერთი მწამს სხვანაირის იმას უმადლობ, შენ სადღაც შორს ხარ უშფოთველი ან და პირიქი და ისე მენატრები არა უბრალოდ. შორს ახარ, მე კი ვაკვირდები მელოტი კაცი. ზღვის ზოლზე უცნობ გოგონებთან საუბრებს ითვლის და ისე მტკივა ახლა შენი დუმილი მკაცრი გაჭრილ თითზე რომ მოგიჭირო მეორე თითი.
დავდივარ ყალბად მე ღიმება სხვებისთვის დრო-დრო და თუ მკითხავენ რად ვარ ცუდად ვაბრალებ დაღლას და შენ წახვედი ფილტვებიდან გულიდან როგორც მომაკვდავ კაცის ბოლოს სულ თქვა ძალიან მაღლა სიცხეებს შეცვლის ციროზიან ფოთლების დრამა და უჩემობას სტრომაესთან შეაკავ თურმე აჰა ზამთარიც გადაიძროს მალე ხელთათმას და გაყინულ ხელს ცხრიან სულში შეაფათურებს ამ დღის საღამოც ამ დღის სულ თქვაც ამ დღის ღიმილიც მე რომ ღმერთი მწამს სხვანაირის იმას უმადლობ შენ სადღაც შორს ხარ უშფოთველი ან და პირიქი და ისე მენატრები არა უბრალოდ ეს დღეებია საშინელი სიცხისგან ვიწვი ჩემი საწოლის ხის ჭიება მასწავლეს მორზე და წინ რა უდგას რომ ასე დროს დანებდეს სიკვდილს მაგრამ არ მინდა შენი ცრემლის გარეშე მოვკვდე აღმართის ავლა დაუღლელად სად გაგიგია რამდენჯერ შევსით ან არ შევსით მაგას რა დათვლის ყველა ათეის მოუძებნი გულში ბიბლიას გავიფიქრე და გავაგზელე შენთან კამათი წვიმს უსაშველოდ დრო მაგიჟებს უშენოდ კვდები ზოგჯერ მგონია სანამ გაბა ბოლო წუთები ჩემი ოთახის კარს გააღებ კნუტივით სველი და ისე ძველებურად ჩამეხუტები ამ დღის საღამოც ამ დღის სულ თქვაც ამ დღის ღიმილიც მე რომ ღმერთი მწამს სხვანაირის იმას უმადლობ შენ სადღაც შორს ხარ უშფოთველიან და პირიქი და ისე მენატრები არა უბრალოდ საოცარი ლექსია თემო და მართლა ჩანს ის რომ ეს ლექსი შენია და სიღრმისეულია და არც ერთი სიყალბის ნატამალი არ არის ამ ლექსში და ახლა არ შემიძლია არ კითხო ამ ლექსს ყავს კონკრეტული ადრესატი უნდა კითხო აუცილებლად კი რა თქმა უნდა ეყოლება ხო აბა თუ არ გიყვარს ისე როგორ უნდა წერო ისე შეუძლია მაშინ რას ნიშნავს შენ თუ მაშინ განცდა უნდა გქონდეს აი იცი რა არის მეც მაგ ლექსში მაგალითად აი ერთ ლექსს აგიკითხავთ ეხლა და თან გეტყვით ამ ლექსში ანუ მე ცოლი არ ყოლი არასდროს არც ორსული ცოლი განსაკუთრებით მაგრამ მაგ რაღაც ესეთ დაახლოებით ესეთი ლექსი ამ თემებთან დაკავშირებით ხო მაგრამ ეს არის აბსოლუტურად როცა რაღაც ანუ სიმართლე ვიქნათ რომ როდის დავწერი არ მახსოვს ანუ ძველი ლექსი კი არის კი მახსოვს ეგ და ამ დროს შეგა განცდა რაღაც რომელიც რაღაცნაირად ყველა ადამიანი ფიქრობს ხო საკუთარ მომავალ ცხოვრებაზე იმ ადამიანზე ვისაც შეხვდება და იმდენად შემოდის ეს განცდა შენში რომ შენ ამაზე გეწერინება ანუ ეს სხვა თემა ანუ ასე ვთქვათ პრინციპი სხვა თემა კი არა იგივე თემაა იმიტომ რომ როცა შენ განიცდი ამას და გძნობ ეს სხვა არის მე ვლაპარაკობ წინაზე რაც ვლაპარაკობ მინდა რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს ვსაუბრობ იმაზე როცა შენ ეს განცდები კი არ გაქვს უბრალოდ წერ იმიტომ რომ კარგად ირითმება იქ რაღაცა მზღვეველი მგრეველი იქ რაღაცა სიტყვები ირითმება ერთმანეთს და იმიტომ რაც არ უნდა ლამაზი იყოს ჩემი ათ ესეთი ლექსი არ ვარ არაჭეშმარიტია სურდა იანვარი მარტოს გამეცვითა თოვლის იჯიუტეს თავსაც არანებებს მე თებერვალში გული გავეცი და ეხლა ერთად ვამჩნევთ თოვში ნაკვალევებს ძევლად გაზაფხულზე მოგვრი მონა მარტებს სურდა აპრილისშემს ფეხქვეშ მომეფინა მინდა გავუტოლდე მიჯნურ ბონაპარტეს უფრო შეგიყვარო ვიდრე ჟოზეფინა მაის ველოდები რაღაც გახელებით ისე მეგრილები როგორც ივნისია მე შეგეხები ოდნავ დახელებით ჩუმად გაგძნობინებ ჩვენში ვინ ვისია ივლის ჩავაგორებ შენი მოფერებით დედაღვთიშობოსთხოვ რიდით ჩვენზე ლოცვას მე აგვისტოში ვნების მომეტებით ღამეს სანთლის შუგზე კადრე პირველ კოცნას წლიან სექტემბერში მკლავქვე შეგაფარებ უფრო მეყვარები ვიდრე ყველა მოყვას მე ოქტომბერში ჩუმად შეგაპარებ ყველა ბავშვი მართლა წეროს რომ არ მოყავს გაზრდის ნოემბერი ღამეს მოცულობით მათობ დეკემბერში როგორც მლოცველს ჯვარი ისე დამტკბარი ხარ ქალაქ ორსულობით როგორც ალუჩისხე ტყემლა შენაჯვარი ეს ლექსი ვიცი და ხშირად ვუსმენყავ ანუ რას ნიშნავს შენთვის გიყვარდეს შეუძლებელია ესეთი ლექსები დაწერო ისე და თქვი კიდევაც რომ აუცილებელია გიყვარდეს და რას ნიშნავს შენთვის იყო პერიოდი როცა მეგონა რომ ადამიანები არ მიყვარდებოდნენ ოღონდ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ქალვაჯურ სიყვარულს ვიძახია ეგ როგორ უფრო კონკრეტულად რა ახსნა ანუ მქონდა რაღაც ურთიერთობები რომელიც არც არ გვირგვინდებოდა ამით რომ ადამიანი შემყვარებოდა აჰა გასაგები მე მოვიდა დრო წავყავი თავი და იყო რაღაც პერიოდი რომელიც კარგადაც მახსენდება სუდადაც არა ეს დღეს დამთავრდა უკვე ეს ყველაფერი და პატივს ვცემ უბრალოდ ამას ამ იმას რაც იყო ჩემ წარსულში და როგორც შევატყე სიყვარული ყოფილა ჩემთვის ძალიან მტკივნეულით და ძალიან სასიამოვნოც ყველაფერი ყოფილა აბსოლუტურად და შემძლებია ის რომ ადამიანებიც მიყვარს საკუთარ თავზე უფრო მაღლა დავაყენო რამდენად კარგად გამომივიდა ეს ყველაფერი ეს ცალკე თემა უფრო სწორად რამდენად კარგად გამომივიდა კი არა რამდენად კარგი მომტანი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ ბოლოს კარგი რაფერი მოუტანია მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ ზოგადად არა მარტო ქალვაჯურ სიყვარულზე ვიძახი სიყვარული ყველაზე მთავარია რო გითხრათ რომ ძალიან რელიგიური ვარ მეთქი და რაღაც ეკლესიაში დავდივარ ხშირად და იქ რაღაც მივდივარ და მუხლის ჩოქებით შევდივარ მეთქი მოგატყუებს ნამდვილად მაგრამ მე ვფიქრობ რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს ვფიქრობ იმას რომ Big Bang-ის და ბიოგენეზის თეორიით არ შექმნილა სამყარო და ამ ყველაფერს უკან იყო
ძალა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. მე არ ვფიქრობ, რომ ღმერთი არის წვერიანი მოხუცი, რომელიც ის დაბრძანებებს გასცემს. მე ვფიქრობ, რომ ღმერთი ყველაფერია. და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო დიდი ქნილება, რაც შექმნა ღმერთმა, ამას ლამაზი სიტყვების გამო არ ვიძახი, ნამდვილად მართლა რო ვფიქრობ, მაგითო გეუბნებით, ეს არის სიყვარული. და ის რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს, ის რომ შეგიძლია შენ უცნობი ადამიანი გიყვარდეს. ეს ჩემი აზრით ყველაზე უფრო დიდი და ყველაზე უფრო გულწრფელი და სუფთა გრძნობა. სუფთა გრძნობა თუ შენ ეს ყველაფერი შეგიძლია და სიყვარული არის აბსოლუტურად ყველაზე უფრო დიდი ქნილება, რაც ღმერთს შეუქმნია და მინდა გითხრათ კიდე ერთი რაღაც, თუ სიყვარული არ გაეცი, უკან ვერ მიიღებ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ზოგი ადამიანი არის, რომ წამოწევენ ხართეზე წამოიდებენ ხელს და იტყვია, რომ მერთო ჩემო არავის არ უყარვა რა ხდება. ნეტარატო, ხო. ანუ თუ შენ არ გაეცი სიყვარული პირველად, შენ სიყვარულს ვერ დაიბრუნებ უკან. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანები, აბსოლუტურად ყველა ჯერ უნდა გავცეთ სიყვარული, თუ გინდა რომ მივიღოთ. რა თქმა უნდა. და უფრო მეტი უნდა გავიღინოთ, უფრო მეტი უნდა გავიცინოთ, მით უმეტეს ამ ნეგატიური ფონის მიხედვით, როგორც ხდება ტელევიზიებში. სიმართლით არ ვიცი თქვენ ტელევიზიების წინა გადაცემები, მაგრამ სხვა ტელევიზიები რა ვიცი, კურიერი და ასე შემდეგ, ქრონიკა, არიქა დაწყება რო აქვს თქო და იქ ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა ყელი გამოწეს, ვიღაცა გარდაიცვალა და ასე შემდეგ. ამ ნეგატიურ ფონზე ხო ადამიანებს უფრო მეტი სიყვარულს გამოხატვა გჭირდება. თორე საზოგადოება გავისო ნეგატივისტებით და საზოგადოებაში იკარგებიან პოზიტივისტები. ბოლოს როდის ნახეთ ადამიანი, როცა ვინც ამბობს, რომ ვაიმე, ღმერთო მიხარია რაღაც და არ ვიცი რატომ. ხო შეიძლება რაღაც მიზეზი გიხარდეს, შინაგანად ეს ყველაფერი. და სამაგორ არიან, რომ ღმერთო ჩემო, დღეს რაღაც გახარებული ვარ, უეჭველი რაღაც მეწყინება. ადამიანები მიჩვეულები არიან იმას, რომ ეს ნაცნობი დამოკიდებულებაა ძალიან. რომ რაღაც უნდა გეწყინოს და ამ ფონზე ხალხო გჭირდება უფრო მეტი ღიმილი, მეტი მხიარულება და ვეცადოთ რომ ჩვენი არსებობა იყოს ლამაზი და მშვენიერი და სიყვარულით სავსე. იმიტომ რომ თუნდაც განწყობის თეორიაზე რო ვთქვათ, შეიძლება შენ მეეზოვე იყო და იმაზე უფრო ბედნიერი იყო შენი განწყობის მიხედვით, ვიდრე შეიძლება მილიონერი იყოს. და მილიონერი უფრო ბედნიერი იყოს ვიდრე მეეზოვე. აქედან გამომდინარე ჩვენ განწყობაში არის საიდუმლო და თუ გვინდა რომ ცხოვრებაში რაღაცას მივახციოთ, მე ვფიქრობ, რომ მეტი სიყვარული უნდა გავცეთ და უნდა გვიყვარდეს ძალიან ის ადამიანები განსაკუთრებით, ვინც ამას იმსახურებენ. და თუ შენ იმის ნიჭი გაქვს, რომ ვინც არ იმსახურებს, ისიც გიყვარდეს, ეს უკვე რაღაც ძალიან მაგარია და ყველაზე უფრო მაგარია ჩემი აზრით. თემო წაღან განწყობაზე ისაუბრე და თქვი რომ ადამიანები ამბობენ ასეთ რაღაცას, დღეს რაღაცა მიხარია, ალბათ რაღაცა უნდა მეწყინოს. ესეთი დამოკიდებულება რეალურად ახალგაზრდებში არის ძალიან ისე ხშირად აქტიურად, რომ მეც მსმენია და ძალიან ხშირად მსმენია ჩემი მეგობრებისგანაც, რომ იცი რა, დღეს ესეთი ბედნიერი ვარ, უეჭველი რაღაც უნდა მეწყინოს. ისეთი უნდა მეწყინოს, რომ ეს ბედნიერება მე გადაფარო. საკუთარი მიზეზები აქვს. ეს ჩემი თემაა პროფესიული, ასე ვთქვათ. და აგრესიული ფონი, რომელიც არის საზოგადოებაში, ელემენტარული ქუჩაში გადადა გაიხედეთ, როგორი სახელით მოძრაობენ ადამიანები. რაღაც დაგვერილი, დაძაბული, აგრესიული რაღაცა. დადგა, სოფლიო რეკორდსმენი უნდა იყოს ირბილში რომ გადარჩე, იმიტომ რომ შეიძლება ადგილზე დააჭრას და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის რატომ? იმდენად უარყოფითი ფონი მოდის ყველაფრისგან, რომ მომავალი თაობა, რომელიც ვითარდება და ეს მომავალ თაობებს განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ახლა გარდატეხის ასაკში არიან, მცირეწლოვნები არიან, რომელთა აზროვნებაც არის მტვერსასრუტივი და ისრუტავენ აბსოლუტურად ყველაფერს, მუდმივად მოდის ნეგატიური ინფორმაცია. ყველაფრიდან, ტელევიზიებიდან თუნდაც, ხო? აბსოლუტურად ყველაფრიდან მოდის ნეგატიური ინფორმაცია და ადამიანები განვითარების პროცესში ამ ფაზაში ყალიბდებიან ნეგატივისტებად. ისინი ეჩვევიან იმას, რომ რაღაცა უარყოფითი უნდა გაიგონ და ეჩვევიან უარყოფით მუხტს, რომელიც არის ამ ქვეყანაში. და პოზიტივისტი საზოგადოება იკარგება. და სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანები დღეს ბედნიერიც რო იყო ვერ შეატყობ და უბედური სახეები დადიან. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ბევრი რაღაც უნდა შეიცვალოს. აი რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ეხლა ცოტა ესეთი კითხვა სვა, მაგრამ ადამიანებმა აღარ იმოძრავნას აგრესიულად არ იყოს ამდენი ნეგატივი ადამიანებში და არ ქონდეთ ერთმანეთის მიმართ ესეთი დამოკიდებულება, როგორიც არის დღეს. დრო საქართველოში აგრესიული გარემოა, რა დროს აგრესიული გარემოა, ამდენი პრობლემა ბევრი რაღაც არის სწორედ აქედან. ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლება. მაგალითად შეიძლება რომ თუნდაც ტელევიზიებს რადგან გადავეკიდებ, არემ ბოლომდე გადავეკიდები, როცა დილით გები და შენ ისმენ სამსახურში მიდიხარ, შენ ბედნიერი დღე უნდა გაატარო და დილით ისმენ რომ ზუგდიდში 9 წლის ბავშვი გაიტანა კამაზმა, გადაუარა ზედ, გადმოუარა ეს რაღაცები, ან გარკვეულ საათებში უნდა შეიზღუდოს. კარგი იქნება თუ გაუწევთ
აგრეთვე ანგარიშს იმას, რომ დადებითი ინფორმაცია და უარყოფითი ინფორმაცია იყოს დაბალანსებული. რა თქმა უნდა, ეხლა ზოგმა შეიძლება თქვას, რომ აბა თუ ხდება ეგეთი რაღაც, უნდა გავიგოთ. მაგრამ ისიც ხდება, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი გადის უცხოეთში, ახალგაზრდები გადიან და სამყაროს იპყრობენ. შედარებით გააკეთე იმაზე გადაცემა, რომ ეს ახალგაზრდები რომლებზეც წარმატებული ახალგაზრდები ამ ტელევიზიაში რაღაცნაირად გაჟღერდეს, რა მაგარი იქნება მომავალი თაობისთვის, რომელიც სწავლობს თუნდაც რაღაც კონკრეტულ სფეროში. სიტყვაზე უნდა რომ გახდეს იურისტი, ხო? და ხედავს გადაცემებს წარმატებულ ადამიანებზე, იურისტებზე, იმაზე, ამაზე და რამდენად დიდი мотиваცია იქნება ამ ბავშვისთვის, რომ თვითონ სწავლის პროცესში უფრო მეტად მიხედოს ამ ყველაფერს. რაღაცა სხვანაირი გადაცემები გჭირდება და დაბალანსებული უნდა იყოს ნეგატიური და პოზიტიური ინფორმაცია, თორე ადრეც ხდებოდა ნეგატიური რაღაც მოვლენები, მაგრამ ესე არ იყო, ხო? რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში ასე ითრგუნებოდა ამის გამო. რა თქმა უნდა, ეხა მეორე მხარეც არის, როგორიც არის მოთხოვნა, ისეთია მიწოდება, ხო? საზოგადოების ბრალიც არის, ხა მე მარტო რაღაც ზოგიერთ კონკრეტულ მედიას მარტო რა თქმა უნდა ვერ დავადანაშაულებ და უნდა ვისაუბროთ ბევრი ამ თემაზე, უნდა გადავაფასოთ ღირებულებები. და ეხლა ჩვენ რო Facebook-ზე წამოვკოტრიალდეთ და ღმერთო ჩემო რაღაც ხდება და აგრესიას უნდა მებრძოლოთ. ანუ ეს შედეგს არ მოგცემს. მაგრამ ბევრი ტრენინგი, ბევრი თემა ამ ყველაფერზე, გადაცემები ამ ყველაფერზე, სატელევიზიო შოუები ამ ყველაფერზე, ხო, მოგცემდა უფრო მეტ შედეგს, ვიდრე შეიძლება სხვა რაღაცა მოგცეს. პრობლემის გააზრება ხშირად და ეხლა თუ ფსიქოლოგები მისმენენ და მეთანხმებია, რომ ხშირად პრობლემის გააზრება იმაზე უფრო მეტად პრევენციული საშუალებაა, ვიდრე შეიძლება სახელმწიფო პროგრამას ჰქონდეს. საბოლოო ჯამში. პრობლემის გააზრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ პირველ რიგში უნდა გავიაზროთ ეს პრობლემა და მე ფიქსირება პრობლემის და გააზრება ამ ყველაფერს. თემა მოდი გადავუხვიოთ თემიდან და ვისაუბროთ შენ შესახებ მაინტერესებს რა საფასებ ადამიანში თვისება რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს და შენი აზრით ყველაზე მეტად ღირებული ადამიანში. აი პოზიტივისტი ადამიანები ძალიან მიყვარს. თუ შეუძლია რომ ადამიანს არაფრის გამო ბედნიერი იყოს, აი ძალიან უმიზეზად რომ ბედნიერები არიან. ვიღაცა შეიძლება თქვას რომ გიჟია რა უხარია, მაგრამ არ არის ესე. ეს ნიჭია. მიუხედავად ამდენი ნეგატივისა, როდესაც პოზიტიური ადამიანები არსებობენ, ასეთ ადამიანებთან ყოველთვის ვცდილობ დაახლოებას. ამის გარდა რაც მიყვარს ადამიანში არის უბრალოება. ყველა ადამიანმა უნდა გაიგოს, ვიღაცას 2000 ნახვა იქნება YouTube-ზე და გამოდიან გაჯგიმული სახეებით უკვე ქუჩაში და ესე არ არის. ანუ შენ თუ ჩათვლი რომ ვიღაცაზე ოდნავ მეტი ხარ რაღაცით, ხო? იქ დამთავრდა ადამიანობას და იქ დამთავრდა ყველაფერი. უბრალოება არის ყველაზე მთავარი. სიმართლე რო გითხრათ, სადღაც fashion ვიკებზე სიარულზე, სადღაც fashion ადგილებში სიარულს მირჩევნია, ჩემ ბავშვობის მეგობრებთან ჩავждე, ვიხმუროთ, ვიცინოთ მათი ალალი გული დავინახო. გულწრფელი იყოს ეს ყველაფერი. და ვიყო ნამდვილი მე რაც ვარ. ეს მირჩევნია იმას ვიდე სადღაც ვიყო და ზოგიერთ ცნობილ ადამიანთან ერთად რაღაცები ვაკეთო. უბრალოებას ვაფასებ ადამიანში, რაც ყველაზე მთავარია და რაღაც ანუ ბევრი ადამიანი ვიცი, ჩემ და საბედნიეროდ, ჩემ გვერდით, რომელსაც ძალიან კეთილი გული აქვთ. და სიკეთის თესვა შეუძლიათ მუდმივად. და ყველაზე მთავარი რაც არის, როცა ადამიანს შეუძლია სიკეთე გააკეთოს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს არ ელოდებოდეს, ეს არის მაგათ ასაფასებელი. კეთახმარი. თუ ბევრი ადამიანი სიკეთეს იმიტომ აკეთებს, რომ რაღაცა დაუბრუნდეს თვითონაც. შეიძლება არ ფიქრობს ამას, მაგრამ შინაგანად აკეთებს ამ ყველაფერს და თუ ადამიანს შეუძლია ის ნიჭი ქონდეს, რომ სიკეთე გააკეთოს ისე, რომ უკან სანაცვლოდ არაფერს არ ელოდეს, ეგეთ ადამიანებზე მე პირადად გიждდები, შეიძლება თქვა. თემო, გარემო, სადაც შენ გიწევს ყოფნა. როგორია? არის ჯანსაღი გარემო? ყველა ადამიანს შეუძლია შეექმნას ესეთი გარემო, როგორიც მას უნდა. მაგრამ ხო არსებობს რაღაც ხელშემწყობი პირობები? მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველა შეუძლია თუ ოდნავ ჭკუას დააყოლებს, მარტი მაგალითს გეტყვით. მაგალითად, ბავშვობიდან მამაჩემმა მიმაჩვია, რომ სიგარეტით ნამწვავები და რაღაცები რო ეგდო ქუჩაში ხო, ან რაღაც ნაყინს შეჭამდნენ და გადააგდებდნენ, ყოველთვის მანახებდა და მეუბნებოდა, რომ აი, ხალხი სიგარეტს ყრის. აი, ხალხი რაღაც იმებს ყრის. და მაჩვენებდა ამ ყველაფერს და დღეს როცა მე სადღაც გავდივარ, არასდროს არ ყრი ქუჩაში ნაგავს. საბოლოო ჯამში როცა ვიზრდებოდი ნელა, ხედავდი რომ ჩემი მეგობრები როცა ნაგავს ყრიდნენ, ყოველთვის ვეუბნებოდი რომ რატო აკეთებ ამას, მოდი ესე გავაკეთეთ უხსნით და დღეს ჩემი მეგობრები ვინ ჩემ გვერდ არიან, პატივს ვცემენ და ჩემთან ერთად მაინც მინიმუმ არაგდებენ ნაგავს და თავათაც შეიჯვეს ეს ყველაფერი. ანუ ამ კუთხით მე ჩემ ირგვლივ შევიქმნი ისეთი გარემო კონკრეტულ სიტყვაზე ნაგვის დაყრის ამპლუაში ვიძახი, ისეთი გარემო რომელშიც მინდოდა რომ მეცხოვრა. ეს აი ძალიან პატარა მაგალითი თქვი ახლა და ყველაფერში შეიძლება ირგვლივ ეგეთი რაღაც მაგალითად მე ვერ
ვერ ვიმუშავებ ვერასოდეს საჯარო სამსახურში, რომ დილით 9 საათზე ავდგე, იქ მივიდე, სადაც კომპიუტერთან ვიღაცის ბრძანებები ვისმინო, მე 6 საათზე სახლში მოვიდე და ასე შემდეგ. და ჩემი იდეა იყო, რომ ეს ორგანიზაცია ჩამოყალიბებული იყო და დღეს ყველაზე უფრო სასიამოვნო საქმეს ვაკეთებ, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. და ანუ ყოველთვის შეგიძლია ადამიანს, ჩემი აზრით, თუ ხარ კრეატიული, თუ ხარ მიზანმიმართული, თუ გინდა ეს ყველაფერი, რომ შექმნა ისეთი გარემო, როგორიც შენ გინდა. რა თქმა უნდა, 100%-ით ამას ვერ გააკეთებ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 50%-საც რო გადააბიჯო, შენიც უკვე ძალიან სასიამოვნო და წარმატებული იქნება შენი ცხოვრება. ყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს, არიან ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემ, არიან ადამიანები უფროსი თაობა განსაკუთრებით, რომელსაც უსმენ, ვიღებ დარიგებებს და ფიქრობ, რომ ბედნიერი ვარ. ანუ ისო და ისო მივდივართ იქამდე, რომ ინდივიდუალურად ადამიანზე არის დამოკიდებული, როგორ გარემოს შექმნის თვითონ. თუნდაც იმ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე, რაც თქვი უკვე. უმრავლესად, ეხლა თუ ვიღაცა მოგიტაცა 3 წლის ასაკში და ჰამასი და ჰეზბოლა დაეპატრონნენ შენს ას და განვითარებას, ამ შემთხვევაში ნაკლები შანსი გექნება, რომ ისეთ გარემოში იცხოვრო, როგორც შენ გინდა. მაგრამ ან გინდოდა ან რა ვიცი, ალდაბარი, მაგრამ რეალურად უმრავლესობას ჩემი აზრით ნორმალურ პირობებში შეუძლია, რომ ისეთი გარემო შექმნას, როგორიც მას უნდა. საინტერესოა, რომელია შენთვის ყველაზე საყვარელი თანამედროვე პოეტი? თუ გამოყოფ ესე რომელივეს? როცა გადაცემებში მივიდივარ, ყოველთვის ვამბობ ჩემს საყვარელ პოეტებზე, ვინც არ მომწონს ამაზე კითხვას უნდა მისვამთ, იმიტომ რომ არაეთიკური იქნება ელემენტარულად ჩემთან, რომ ამაზე ვისაუბრო. პირდაპირ გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომლებიც ძალიან პოპულარულებია, ლიტერატურული ღირებულება უმრავლესობას არ აქვს. მე ჯერ კიდევ თანამედროვე პოეტია, მიუხედავად რომ გარდაიცვალა 24 წელს, ლაშა გახარია, რომელიც საზოგადოების ძალიან ნაკლებად ცნობილია. საზოგადოებაში, თუმცა ლაშა გახარიას ყავს ფანატები, რომლებიც ბოლომდე იცნობენ ის პოეზიას. მინდა თქვა, რომ ლაშა გახარია ჩემს არის ერთ-ერთი გამორჩეული. შემიძლია ვთქვა კიდე არჩილ ფირცხალავაზე, ტარიელ ჭანტურიაზე, რომლებიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავენ და თუ ჩემ თანატოლებთან დაკავშირებით მეკითხებით. ხო, კონკრეტულად რომელიმე ჩემი მეგობრები პირველ რიგში. მამა პეტრი კვარაცხელია, რომელიც ძალიან მიყვარს თავისი პოეზიით, თავისი არსებობით და ყველაფრით. ოტო ფალიანი, რომელიც ძალიან მიყვარს ადამიანის. აი, ბევრი ნიკა ქრივიშვილი, აი, ბევრი ადამიანი შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელსაც ვაფასებ და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ შემოქმედებას და მათ პოეზიას. თემო ყოველთვის იყო თაობათა შორის ბრძოლა და ალბათ ხსმენია ხშირად ფრაზები ეს რა თაობა მოდის და ანუ ყოველთვის უსმებდნენ ხაზს იმას რომ ცუდი თაობაა და ახალ თაობაში რატომღაც უფროსი თაობა ყოველთვის რაღაცას კრიტიკულს ხედავს, აკრიტიკებენ. შეიძლება ხშირად არ არიან ამ კრიტიკის ღირსი და არც იმსახურებენ ამ კრიტიკას, მაგრამ ეს თითქოს ტენდენცია ასეთი თუ რა დამოკიდებულება ვერ ხვდები რომ ეს რა თაობა მოდის და მოდის კრიტიკა ამ თაობაზე. როგორ ფიქრობ? რას ფიქრობ ამ თაობაზე? აბსოლუტურად, იმიტომ რომ თუ ადამიანი იძახის იმას, რომ ეს რა თაობა მოვიდა და ეს ადამიანი ვერ გძნობს საკუთარ დანაშაულსაც ამ ყველაფერში, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, იმიტომ რომ მომავალი თაობა ყოველთვის იზრდება წინა თაობის მიერ. ჩემი შემდგომი თაობა თუ იქნება ცუდი, ჩემი გადმოსახედიდან პირველ რიგში ჩემ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ მე ვარ ამ საზოგადოების წევრი, ამ სოციუმის წევრი, ამ თაობის წევრი, ამ გენერაციის წევრი და ჩვენი თაობა ზრდის ჩვენ შემდგომ თაობას. ისევე როგორც ჩვენ გაზრდილები ვარ ჩვენი წინა თაობის. და თუ ადამიანი იძახის იმას, რომ ჩემი შემდგომი თაობა არ ვარ და ესენი ვინ არიან და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, იმიტომ რომ შობელი თაობა თუ თავის შვილ თაობაზე იძახის, მაშინ მე ვფიქრობ, რომ შობელ თაობას შვილი თაობა კარგად ვერ აღუზრდია თუ თავად იძახის ამ ყველაფერს და პირველ რიგში თავად არიან დამნაშავეები. რაც შეეხება მომავალ თაობას, ყოველთვის არის მამა და შვილებს შორის დაპირისპირება, მამა-შვილების თაობას შორის, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა განვითარება, იმიტომ რომ სტატიკური არ არის ჩვენი ქვეყანა, არის ჩვენი მსოფლიო, ჩვენი ყოფა-ცხოვრება არის ძალიან დინამიკური 50 წლის წინ ვერავინ ვერ წარმოიდგინდა რომ კომპიუტერში რაღაც გააკეთებდი. თუმცა შემოდის ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ამ სიახლეებს არა მარტო ტექნიკურ განვითარებას ვიძახი, ზოგადად სიახლეებს, ტენდენციებს ყოველთვის ახალი თაობა უფრო ადვილად ეგუება და უფრო ადვილად ეუფლება, ხო ასეა. და როცა ძველი თაობა ამ ყველაფერს ფეხს ვერ უწყობს, გარკვეული აგრესია მოდის. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ეს თაობას დამნაშავეა, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ მომავალმა თაობამ რა იცის, ველებური შეხედულებები აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ჩვენი წინა თაობის გამოცდილება, დადებითი და უარყოფითი მხარეები, მე არ ვფიქრობ იმას, რომ საბოლოო ჯამში ეს მოგცემს რაღაცა შედეგს და ჩვენ გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ელემენტარული, აი მამაჩემს მარტო იმიტომ ვცემ პატივს,
რომ მან იცხოვრა 45 წელიწადი და ეს უკვე ძალიან დიდი გამოცდილებაა. ამიტომ მამაჩემი რომ რაღაც მეუნება ყოველთვის უსმენ და ყოველთვის ვიაზრებ და ყოველთვის რაღაც ვაკეთებ, როცა უფროსი ადამიანი მეუნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ ჩვენზე მეტი ელემენტარული სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, აქ გამოცდილება. აქედან გამომდინარე, უფროსი თაობის გამოცდილება მუდმივად ყურად უნდა ვიღოთ. მე ესე ვფიქრობ. გეთანხმები. თემო, რას გვეტყვი ახლანდელ თაობაზე? ვისაუბროთ დადებით და უარყოფით მხარეებზე. ძალიან მიყვარს ახლანდელი თაობა. მომავალი თაობა, მე ვფიქრობ, რომ მე სკოლა დავამთავრე 7-8 წლის წინ დაახლოებით და ვფიქრობ, რომ დღევანდელი თაობა ჩვენზე ბევრად ნიჭიერია. მე მაგალითად, როცა სკოლაში ვსწავლობდი, წარმოდგენა, ანუ არ ქონდა ჩვენ შესაძლებლობებიც არ იყო. რესურსებიც არ ქონდა. ამ ინტერნეტმა და კომპიუტერმა გამოიტანა ძალიან დიდი ინფორმაციული ბაზები, რომელთანაც ვწდომა აქვს ამ ადამიანებს და უფრო მეტად განვითარებულები არიან ამ კუთხით. ახლანდელ ბავშვებს რო უყურებ, მე რა თქმა უნდა, აი ნეგატიურზე არ მიყვარს საუბარი, ამ შემთხვევაში ბავშვებზე კარგზე ვილაპარაკებ, იმ კარგ ბავშვებზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში მრავლად არიან და მინდა რომ ამის მერე არასწორთა განვითარების პროგრამაზე გელაპარაკოთ, რომელიც უკვე ჩაეშვა ჩვენს Facebook გვერდზე. მინდა კარგი რაღაც თქვა. ის ბავშვები, რომლებიც ჩვენთან არიან, ისინი უბრალოდ მიყვარს. აი მართლა გეუბნებით და მე მათგან ძალიან დიდ სიყვარულს გზნობ. იმიტომ რომ სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოვა. მეგობრობის გარეშე არაფერი არ გამოვა. მე მეგობრობ იმ თაობასა, რომელიც ჩემი შემდგომი თაობაა და გიждდები მათთან ურთიერთობაზე. მეცაც გეტყვით, თუ ცხოვრებაში არაფერი არ გამომივა, წავალ რომელიმე მიყურებელ სოფელში და ვიქნები მასწავლებელი და მექნები ბავშვთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ბავშვებთან ურთიერთობა, სტუდენტებთან ურთიერთობა, სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობა ჩემთვის არის ყველაზე უფრო დიდი სიამოვნება. და მე გიждდები იმ თაობაზე, რომელიც ახლა მოდის. მე რა რომ ბევრი ნეგატიური რაღაცაც ხდება. ბევრი პოზიტიურიც არის და ყოველთვის მინდა რომ პოზიტიური დავინახო უფრო მეტად და რა თქმა უნდა იმ ნეგატიურს რა თქმა უნდა თვალები არ უნდა ავიფაროთ. იმას უნდა ვებრძოლოთ, რა თქმა უნდა სათანადო და შესაბამისი მეთოდებით. ეს არის ყველაზე მთავარი. მოდი განვითარების პროგრამაზეც გეტყვით, არასწორთა განვითარების პროგრამაზე ჩვენს ორგანიზაციაში ბევრი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, იმიტომ რომ სკოლის მოსწავლეებმა თავიდანვე უნდა დაიწყონ კონტაქტების მოძიება, შეძენა და რაც უფრო ადრე გააკეთებენ ამ ყველაფერს, უფრო კარგი იქნება. ჩვენ დროს არ იყო ამის საშუალება. მე როცა სკოლაში ვიყავი, რასადროდის იყო ხოლმე ერთი რაღაცაც მახსოვს თამაში და ძალიან იშვიათად იყო რაღაცა პროექტები. დღეს იმდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, იმდენი რაღაც ხდება, რომ მაქსიმალურად ბავშვებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ თავიდანვე დაიწყონ კონტაქტების დაგროვება. საკუთარი ცივების შევსება და გამოცდილების დაგროვება. იმიტომ რომ ცხოვრებაში ეს ძალიან წაადგება, სოციალიზირდნენ უნდა აუცილებლად ეს ბავშვები, თორე მე ჩემი კურსელებიც მინახავს უნივერსიტეტი ერთად დავამთავრე და ისე დაამთავრეს უნივერსიტეტი, რომ სოციალიზირებულები არიან საზოგადოებაში. ელემენტარულად როცა მიდიხარ და პროექტში უცხო ადამიანს იცნობ, ხო, ეს შენი სოციალიზაციისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არასოციალიზირებული ცოლ-ქმარი ოჯახში იმიტომ ინგრევა ძალიან ბევრი ოჯახი და იმიტომ ოჯახური ძალადობის ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ისინი უბრალოდ არასოციალიზირებულები არიან და ეს ექმნიან ოჯახებს. ჩვენ ჩაუშვით ახლა პროექტი, ეს არის არასწორთა სკოლის მოსწავლეების განვითარების პროგრამა, რომელშიც ვიღებთ მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს. ეს პროექტი ახალია, ბოდიში გაწყვეტილი. არა, ეს უკვე მესამე ნაკადია უკვე ამისი, პირველი იყო გაზაფხულზე, მეორე შემოდგომის ნაკადი, რომელიც სრულდება იანვარში და თებერვლიდან ვიწყებთ უკვე ამ პროექტს, მაგრამ მიღება თებერვლის პროექტზე უკვე გამოვაცხადეთ. ავიყვანთ ბავშვებს, ფიქრობთ რომ უფრო დიდი კონტინგენტი ავიყვანოთ ახლა ვიდრე წინაზე იყო და ვზრუნოთ ამ ბავშვების მარჩეგნების ამაღლებაზე და სწორედ იმ თემებზე საუბარზე, რადგან ახლა ჩვენ საუბრობთ თუნდაც, იმიტომ რომ პრობლემის გააზრება ყველა შემთხვევაში არის უპირველესი. და როცა ეს ბავშვები თავიდანვე დაფიქრდებიან იმ რაღაცეებზე, დასვამენ კითხვებს, რატომ თავიდანვე შეხედავენ ღირებულებებს, გადააფასებენ ამ ყველაფერზე სწორად იფიქრებენ, ეს საბოლოო ჯამში მოგცემს სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ღირსეულ წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში შეიტანენ ძალიან დიდ წვლილს. ამავდროულად მოგცემენ ეს ადამიანები იმას, რომ ისინი ჩამოყალიბდებიან კარგ მოქალაქეებად. კაი, მოკლედ კონკრეტულად გეტყვით, რას მოიცავს ეს პროგრამა. ტრენინგები უტარდება სხვადასხვა თემებზე, ძალიან მაგარი ტრენერების მიერ. ერთ-ერთი ტრენერი, რომელიც ყავს, არის ნინო ბლიაძე, რომელიც მართლა გამორჩეული ადამიანია და უშუალო არის ხოლმე ყოველთვის ბავშვებთან. ყავს ნიკა სადრაძე, რომელიც ტრენინგებს ატარებს, თქვენი შოუს ყოფილი მსახიობი, დღეს პროკურორი. ტრენინგები არის სხვადასხვა თემებზე, როგორც არის აგრესია, ძალადობა, ოჯახური ძალადობა. კი. და კიდევ ბევრ რაღაცას მოიცავს. მაგალითად, მიყვავს
სხვადასხვა სტრუქტურებში და ბავშვებს იმის საშუალება აქვთ, რაც მის ასაკში შეუძლებელია რომ თვითონ გააკეთონ ეს ყველაფერი, ჩვენ მიყვავს პროკურატურაში და იქნიდან ხედავენ როგორ საიდან იმართება ის რაღაცები, რასაც ისინი ტელევიზორში ხედავენ თუნდაც. ჩვენ მიყვავს პოლიციის აკადემიაში და ნახულობენ საიდან იმართება პოლიცია. ჩვენ ისინი მიყვავს სხვადასხვა ორგანოებში, სასამართლოში ყავდა ეხლა ეს ბავშვები უზენაეს სასამართლოში, ყავდა სამაშველო სამსახურში და ერთი დღით ისინი გახდნენ მაშველები, მოირგეს ფორმები და აცოცხლენ სადღაც რა თქმა უნდა თოკები საინტერესო იქნებოდა მათთვის რა თქმა უნდა. და სხვადასხვა დაწესებულებებში კრიმინალისტიკის ცენტრში მიყვავს და მინდა რომ სერგო ძაგინძეს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომელიც მუდმივად გულთბილად მასპინძლობს ხოლმე და ბავშვები ძალიან უყვარს ყოველთვის ცდილობს რომ ბავშვებს ბევრი რაღაც ასწავლოს, იქ რაღაც ერთი დღით ისინი ხდებიან კრიმინალისტები, აკეთებენ დაქტილოსკოპიურ ანალიზს, აკეთებენ ასე ვთქვათ ანაბეჭდების რაღაც სხვადასხვა ექსპერტიზის რაღაც გარკვეულ პროცედურებს ხედავენ და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში ეს ბავშვები ჩვენთან რჩებიან 4 თვის განმავლობაში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის კარგი ბავშვები, რომლებიც აქტიურობენ და რომელსაც უნდათ შემდგომში რაღაც გააკეთონ და რაღაც შეცვალონ, ჩვენ მათ ვიტოვებთ ორგანიზაციაში და ვანაწილებთ სხვადასხვა მიმართულებებში სამუშაოდ. თემა რა მაინტერესებს, იცი ეს ყველაფერი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. მაინტერესებს როგორ შეიძლება ამ პროექტებში და პროგრამებში მონაწილეობის მიღება. ონლაინ რეჟიმში ხდება რეგისტრაცია, რომ უფრო მაყურებელს გავაცნოთ კონკრეტულად რა და Facebook გვერდზე ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი ჩაწერთ Facebook-ის საძიებო სისტემაში, ამოაგდებს გვერდს. შეგიძლიათ რომ მოგწეროთ კიდევ ჩვენ სკოლებში ვაკეთებთ პრეზენტაციებს და იანვრის 15 რიცხვიდან დავიწყოთ სკოლებში პრეზენტაციებს და იქ გავაკეთებთ ამ ყველაფერს, იქნება შესავსები ბლანკები და არის ჩაშვებული ივენთი, ანუ ღონისძიება, რომელშიც დეტალურად არის მოთხრობილი ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ამ პროექტზე, სკოლის მოსწავლეების განვითარების პროგრამაზე. იქ არის სააპლიკაციო ფორმა, შიგნითვე უნდა შევიდნენ, დარეგისტრირდნენ, სახელი გვარი რაღაცები შეავსონ, მე დავიბარებთ გასაუბრებაზე, ნორმალურ ბავშვებს, კარგ ბავშვებს, პრობლემურ ბავშვებსაც, მოტივირებულ ბავშვებს დავიყვანთ, რა თქმა უნდა თუ ხერხით მოგვადგება და იქ რაღაც დაგვერევას უყევას, ესეთ ბავშვები რა ვიყვანთ, მაგრამ ძირითადად ლოიალურები ვართ ხოლმე ამ ბავშვების მიმართ, იმიტომ რომ ისინი ჩვენი მომავალი თაობა არიან და მე მაგ პირადად პასუხისმგებლობა იმისი, რომ ეს ბავშვები უნდა იყვნენ ძალიან მაგრები და ჩვენ უნდა გვჯობდნენ 100 თავით ჩვენს თაობას და უკეთესი თაობა მოიტანს უკეთეს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, მინდა გითხრა. თემო რა მაინტერესებს, ანუ კითხვის თემასაც შევეხეთ და ახსენე რომ მნიშვნელოვანია კითხვა იმისათვის რომ განვითარდე რეალურად ნიჭი გაქვს ადამიანს, მაგრამ იმისათვის რომ განვითარდე აუცილებელია წაიკითხო სხვისიც რომ მე შენ უკეთესად დაწერო. წიგნი რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა შენზე. თუ შეგიძლია რომელიმე წიგნი კონკრეტულად გამოყო. ჯემალ ქარჩხაძე არის წერალი, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ჯემალ ქარჩხაძის მდგმური იყო ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ნაწარმოები ჩემთვის. სიმართლე რომ გითხრათ უცხოურებს არ მიყვარს უცხოური ლიტერატურის კითხვა, იმიტომ რომ ანუ რა თქმა უნდა ვკითხულობ და ბევრი უცხოური ლიტერატურა მაქვს წაკითხული, მაგრამ ვცდილობ რომ ქართულებს მიმაქცევ უფრო მეტი ყურადღება. იმიტომ რომ თუ შენ არ გექნება წაკითხული ჯემალ ქარჩხაძე, თუ შენ არ გექნება წაკითხული გურამ დოჩანაშვილი, თუ შენ არ გექნება წაკითხული მიხეილ ჯავახიშვილი, მე ვფიქრობ რომ ჰარი პოტერს არ უნდა კითხულობდი ასე დროს და ბეჭდების მძანებელს და რაღაც ეგეთ შიმშილის თამაშებს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ რომ ეს რაღაცები ყველა ქართულს უნდა ქონდეს წაკითხული, იმიტომ რომ ეს არის გენიალური. ჯემალ ქარჩხაძე იყო გენიალური და ჯემალ ქარჩხაძის ნაწერები არის გენიალური. ოღონდ სწორად უნდა შეარჩიოთ ლიტერატურა აუცილებლად. ჯემალ ქარჩხაძის მდგმური მაგალითად დაწყება, ჯემალ ქარჩხაძის შესავალი, ჯემალ ქარჩხაძის ასე ვთქვათ სამყაროში ჩემი აზრით მდგმური თუ დაიწყებთ იქნება ძალიან მაგარი. ზებულონი ჯემალ ქარჩხაძის იყო, რომელზეც მართლა ვიტირე, იმიტომ რომ იმდენად ნათლად ქონდა გადმოცემული გარკვეული ტკივილი, რომელიც ქონდა იმ ბიჭს, რომელიცაც მოუკლეს, როცა რემლები წამომივიდა, იმდენად შევედი მათ სამყაროში. თემო, ფრაზა რომელთაც თავს იმშვიდებ ნებისმიერ სიტუაციაში. ბევრი ფრაზა მაქვს ესეთი, ამ ფრაზას თუ გეტყვით, ჩემი Facebook-ის პაროლი უნდა გავთქვა, ამიტომ არ გეტყვით. მაგრამ ყოველთვის ყველაფერში რაღაც პაროლებში და ასე შემდეგ, ყოველთვის მაქვს ესეთი მოწოდებები ჩემი თავის მიმართ. პოზიტიური, კი, დილით როცა გამოდივარ, ყოველთვის ჩავისუნთქავ ახალ ჰაერს და ვიძახი რაღაც ფრაზებს, რომ ჩემმა ფილტრებმა ჰაერი გამოიცვალონ და რაღაც პოზიტივი შევიტანო და ძალიან მშვენის ხოლმე ეს ყველაფერი სიმართლე გითხრათ. ბევრი რაღაც ფრაზა მაქვს, რომელთაც ჩემ თავს ასე ვთქვათ ვახელებ და ჩემ თავს უსურვებ ხოლმე წარმატებებს. და თუ ვარ ცუდად ვიძახი რომ თემო, შენ არასოდეს დაეცემი, შენ შეგიძლია ბევრი რაღაც გააკეთო. შენი
მომავალი არის შენს ხელში. სტიმულს აძლევს. ეცადე არ დაეცე, არასოდეს და ასე შემდეგ. ეგეთ რაღაცებს. თემო, მოდი კიდევ ერთი ლექსი წაგიკითხე. კარგი, წაგიკითხავთ. რომელი ლექსი წაგიკითხავთ? არჩიე, რომელიც. აი, რომელიც ყველაზე მეტად ახლოსაა, შეგიძლია არჩი. მე მინდა რომ წუთში წამი გაჩერდა მოვისმინო. წუთში წამი გაჩერდა ძალიან ემოციურია და სტუდიურ პირობებში ცოტა ამიჭირდება. ამიტომ წუთში წამი გაჩერდა, შეგიძლიათ რომ მოისმინოთ YouTube-ზე. ეხლა წაგიკითხავთ ერთ ლექსს. თუ გავიხსენე როგორ იწყება. ხო, კაი. არაფერია ღამღამობით ხელებ გაწვდილი. იესოს თუ კი ვეხვეწები დილით არ წვიმდეს. ღმერთს არ ეტყობა აწუხებდეს მკაცრი ამინდი, რადგან თვით ღმერთიც არ ეტყობა ახლა ამინდებს ოქტომბერია. პერიოდი მიწა არ შრება და წვიმებია არ ახშირი, მაგრამ ქარებად შენ წვიმასავით ალა გაალაგ დრო გამოშვებით წერ მაშინ როცა ეს სამყარო გეცოტავება. თებერვალია და სიცივე ნელა გტოვებს ჩვენს პიროვნულ გზნობას ვეურჩები დაგავს ძალიან რომ შეიძლება ზამთრის პირას ვიდაოთ თოვლზე, მაგრამ ბოლოს რომ მის გარეშე არ შეგვიძლია მარტის თვეს იკდოს ახალშობილ კვირტებით ებუწვის აპრილის თვეც და ზამთრის სუსხი მოკვდან მოკლეს დღეუშენობით რომ არ მინდა იმაზე გრძელი არის და შენით რომ არ მინდა იმაზე მოკლე ფანჯებთან თავი ჩამოეხრჩი აგვისტოს ღამემ თენდება რაღაც უჩვეულო სექტემბრის დილა ხეები გარეთ უშველებელ ტოტების მკლავებს შლიან და შიგნით ჩემს ხელებში ბავშვურად გძინავს ნოემბრის მერე აციუდება იცი რომ გეტყვი თოვლიან თითებს მე გაგითბობ ჩემი ბაგიდან დღეს დეკემბერში ერთად უნდა გვიარა ჩვენ კი სიცივის თვეში ახლო ყოფნის მაგივრად დავდივარ თოვლში არა ერთად არამედ ერთნი მიყვარხარ რაღა დავამატო გავიდა წელი ქალაქში ახლაც იცივებ ზამთარი ძერწავს ქალაქში ახლაც შეყრილ ღრუბლებს ზამთარი წველის ისია ისევ როგორც წინათ თბილისში ბარდნის თუმცა განსხვავდება მიზეზები და ვითარება შენ წინა ზამთარს მოხვედი და ჩემს გულში დარჩი და სამუდამოდ გადაიდო გამოზამთრება ძალიან ემოციური ლექსია თემო როგორია შენი თვალით დანახული ბედნიერება ჩემი თვალით დანახული ბედნიერება აი ჩემ თავზე ვთქვა თუ ზოგადად შენს თავზე ბევრი ფული არ მინდა მართლა არ მინდა ბევრი ფული რატო ფული აფუჭებს ადამიანს ამას ეთანხმები თუ ფული როცა ბევრი ფული აქვს მაშინ ვლინდება ადამიანს მე ვფიქრობ თუ ადამიანს ფული აფუჭებს და ფულმა თუ გააფუჭა ადამიანი თავისთავად გაფუჭებულიყო იმიტომ რომ ისედაც გაფუჭებული არ არის ფული ვერ გააფუჭებს თუ რაღაც საბაბი არ აქვს მის მიზეზს არ აძლევს თვითონ აღზრდაში მის რაღაც მის შინაგანში თუ რაღაც არიდო ისე მე ვფიქრობ რომ ზარი ვერ გაგიჩნდება ბევრი ფული იმიტომ არ მინდა რომ მინდა მშვიდად ვიცხოვრო მინდა რომ მქონდეს იმის საშუალება მინდა რომ ჩემს შვილს უფრო უკეთესი ბავშვობა ქონდეს ვიდრე მე მქონდა და ჩემს შვილსაც დავაბარეთ რომ შენ უფრო უკეთესი ბავშვობა შევქონი შენ შვილს ვიდრე შენ გაქვს მინდა რომ რა თქმა უნდა შემოსავალი მნიშვნელოვანია იმ კუთხით რომ ცოლს შვილს ოჯახს სჭირდება მატერიალური შემოსავალიც ეს ყველაფერი მინდა ნორმების ფარგლებში მაგრამ ის ადამიანი რომელიც ჩემი გვერდით იქნება მინდა რომ ჩვენ ვიყოთ ერთი სამყარო და მე შემიძლია რომ ყველაფერი გავიღო იმ ადამიანისთვის ჩემი შვილებისთვის ჩემი მშობლებისთვის აბსოლუტურად მინდა რომ ჩემი მშობლები იყვნენ ბედნიერი და ჩემი ბედნიერება იქნება ის თუ მე მექნება იმის საშუალება ან თუ ზოგადად იქნება იმის საშუალება რომ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები რომლებიც მე ძალიან მიყვარს იყვნენ ბედნიერები მათი ბედნიერებით მეც ბედნიერი ვიქნები ამათ ამასაც არ გეუბნებით რაღაც რომ ესე უნდა ვთქვა და მაგის გამო მართლა მასია ზოგადად მინდა რომ ის პრობლემები რაც საზოგადოებაში აღარ იყოს და უფრო ახლა ზოგს გონია ევროპაში შევალთ და ტანზე გახდა და სირბილი და ასე შემდეგ არავითარ შემთხვევაში ყველაზე ცუდი არის საზოგადოებაში ის რომ ყავს რადიკალისტები ან ვითომ ევროპელი სასტავი და მეორე ძალიან ტრადიციული ხალხი ზედმეტად ტრადიციებიც გვჭირდება ის ტრადიციები სტუმართ მასპინძლობის ჩვენი ტრადიციები რაც გვაქვს საქართველოში ვერც ერთ ქვეყანას ვერ დაესიზღვრება და ჩვენ ამით ვართ ამაყები და ამით უნდა ვიყოთ ამაყები და უნდა შევინარჩუნოთ ის კარგი რაც გვაქვს ევროპიდანაც უნდა ვიყოთ ის კარგი რაც არის მიქსი მოვახდინოთ ამ ყველაფრის და ასე გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები იმიტომ რომ ევროპაში შესვლა რომ უნდა ამ საზოგადოებას ხო ევროპაშიც არავის არ უნდა ისეთი იერი რომელსაც წარმომავლობა არ აქვს და მე ვფიქრობ რომ ქართული გენი არ გადაშენდება და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრისათვის და რა თქმა უნდა კორექტირება უნდა მოვახდინოთ და მუდმივად განახლებადი საზოგადოება უნდა იყოს ქართულ საზოგადოებას უჭირს სიახლეების მიღება კორექტივების შეტანა არავითარ შემთხვევაში პირიქით
კარგი რაც არის, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად. მე ბევრ ქვეყანაში ვიყავი, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. ეხლა ვიყავი რუმინეთში, მაგალითად ცოტა ხნის წინ ჩამოვედი თურქეთში, მოლდოვაში, უკრაინაში. არც ერთი ეს ქვეყანა საქართველოს არ ჯობია. ქართველებს რო გვაქვს იუსტიციის სისტემა, ვერ დაესიზმრება ვერაფერს. რუმინეთში პოლიცია არ მინახავს, ძალიან კრიმინალური ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის ევროკავშირის ქვეყანა, წევრი. მაგრამ იქ არის საზოგადოება ისეთი მენტალიტეტის, რომ აი მაგალითად უკრაინაში დნეპრის პირას ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ზეიმი. როგორც საქართველოში ზეიმია, იქ იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღე. საზოგადოება ბევრად უფრო პოზიტიურია და უფრო სხვა ღირებულებებზე ფიქრობენ. არავინ არ თქვას, რომ ჩვენ იმიტომ ვართ ესე, რომ გვიჭირთ და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, მას თავისი გავლენები აქვს, მაგრამ დამიჯერეთ, რომ უკრაინაში ძალიან უჭირთ. რა თქმა უნდა. მოლდოვაში ძალიან უჭირთ და ძალიან ღარიბი ქვეყანაა. მაგრამ საზოგადოება რაღაც ხვანაირია, რა პოზიტივის მოდის ძალიან დიდი და არა ამდენი აგრესია. ისაც ჩვენ არ აქვს. მაგრამ როგორც ქვეყანა სახელმწიფო, არავითარ შემთხვევაში ისინი ჩვენზე უკეთესები არ არიან. არც იუსტიციის სისტემა აქვს ჩვენზე კარგი და ვერც დაესიზმრება, ვერც ბულგარეთს, ვერც უნდა ჩეხეთს, ვერც რუმინეთს, ვერც მოლდოვას, ვერც უკრაინას, ჩვენაირი ისეთი გარკვეული სახელმწიფოებრივი რაღაც სტრუქტურები, სისტემები, მოწესრიგებულობა, როგორიც გვაქვს ჩვენ. მაგრამ სხვა რაღაცებში ვიჭირთ და მას რომ მივაქციოთ ყურადღება. თემა მოდი გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე. რას გეგმავ? როგორც შემოქმედების მხრივ, ასევე შენი საქმიანობის მხრივ. შემოქმედების მხრივ გეგმები არ მაქვს, ეს იმათ როგითად ერთხელ იყო რაღაც პოეზიის საღამოა ჩემი ინიციატივით გაიმართა ერთხელ, როცა პატიმრებს ვეხმარებოდით და წიგნებს ვაგროვებდით. ცხოვრებაში მე არ ყოფილვარ ინიციატორი ჩემი რაღაცების, ლექსიების გვერდები, რომელიც არის Facebook-ზე, ჩემი გაკეთებული არც ერთი არ არის. ბლოგი მაქვს ერთადერთი გაკეთებული, რომელსაც იმას ვწევდი, რაც მინდოდა. და პოეზიაში სამომავლო გეგმები არ მაქვს, ასე თუ დამირეკავენ ხოლმე და მირეკავენ ხშირად, მივიდივარ რაღაც საღამოებზე, ინდივიდუალურ საღამოებზე განსაკუთრებით. და როცა ვიღებ მიწევებს, მაშინ მივდივარ. რაღაც რომ მქონდეს გაწერილი, რომ ეხლა ამას გავაკეთებ, ეგეთი რაღაცა არ ხდება. ვიდეოც კი არ ამიტვირთავს YouTube-ზე არასოდეს. აქედან გამომდინარე, რაღაც გეგმები სამომავლოდ ამ კუთხით არ მაქვს. წერ რაც მიხარი იმას ვაქვეყნებ, მე ვიღაცები ჩემი კედლებიდან აქვეყნებენ და თუ საღამოზე მივდივარ, ვიდეოებს იღებენ, ანთავსებენ YouTube-ზე და ეს არის მეტი დიდი ამაში რამე ისეთის არ არის. პროფესიულ კუთხით რაც შეეხება, მინდა რომ არასწლიანთა კანტორის პროგრამაში ბევრი ბავშვი ჩაერთოს უფრო და უფრო მეტი ბავშვი გქონდეს ჩვენთან შეხება. მინდა რომ დავეხმარო მათ და ბავშვებმა იციან, ვინ ჩვენთან არიან, რომ ღამის 3 საათზე თუ დამირეკონ. ყოველთვის ზად ვიქნები მათ დავეხმარო და ჩვენი ორგანიზაციის წევრები ყოველთვის ზად არიან, რომ ამ ბავშვებს დაეხმარონ და ბოლოს ისინი ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან ხოლმე, დიდი ოჯახის. მინდა რომ უფრო მეტი ადამიანი ახალგაზრდა ჩავთვათ ამ ყველაფერში. და მინდა რომ უფრო მეტი რაღაც გავაკეთოთ და თუ ამთავრეთ ბოლოს მინდა ვთქვა რომ ყველა ადამიანს მოუწოდო განსაკუთრებით ახალთაობას. აი ზუსტად ამას კითხავს აპირებდი, რა ეთყოდი ახალთაობას. ან რაიმე რჩევის სახით ან ახალთაობას ვეთქვი ეგეთ რაღაც რომ კანში არ დაეტიოთ ხალხმა. არავითარ შემთხვევაში. ჩვენ დავისვენოთ მაშინ, აი მე დავისვენებ მაშინ ფეხებს რო გავჭიმავ და ოთბიცარში რომ მომათავსებენ, მაგას დავისვენებ ღამეც რომ ძინავს ბორგავ მაინც რაღაც კეთება მინდა ყოველთვის, ანუ ჩვენ ვართ ჩატეხილი ხიდის თაობა, ჩვენს უკან იყო საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბადეთ 90-იან წლებში. ჩვენ არის ესეთი თაობა. ჩვენი მშობლების თაობა იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რომელსაც ჩვენ კვილებით გადაგვარჩინეს. და ჩვენ არ გვაქვს იმისი დრო, რომ გავჩერდეთ და სხვას უყუროთ განსაკუთრებით. გქონდეს საკუთარი თავის იმედი, საკუთარი მეგობრების იმედი, კანში არ დაეტიოთ. გააკეთეთ, იყავით არანორმალურები, თუმცა არანორმალურები მას არ ნიშნავს, შევარდეთ და ვიღაცა აწიოკოთ. არა ნორმალურები, ანუ ჩვეულებრივი ადამიანები აღარ გვინდა, ჩვენ გვინდა არა ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაცა შეცვალონ, მუდმივად იქნებიან განახლებადი გონების ადამიანები, მუდმივად იცხოვრებენ იმ დევიზით, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ ჩემს გარშემო, ისაც არ მომწონს. სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ სრულყოფილებისადმი მუდმივი სწრაფვა არის შედეგის გამომტანი. და შეინარჩუნეთ უბრალოება და გიყვარდეთ ერთმანეთი უფრო მეტად. გიყვარდეს ერთმანეთი უფრო მეტად. ამას რო ვიძახი ხოლმე პეტრე მოციქული მგონია ზოგჯერ თავი და უბრალოდ ხვებს გონი ვარ, მე არ მგონია თავი, რა თქმა უნდა, ვერ შევედრებ პეტრე მოციქულს. ამას უბრალოდ არა მარტო თქვენთვის ვიძახი, ჩემს თავსაც ვეუბნები, რომ უფრო მეტად უნდა გიყვარდეს ერთმანეთი. და უნდა ვახსოვდეთ, როცა ჩვენ წავალთ ამ ქვეყნიდან, უნდა ვახსოვდეთ არა მარტო ჩვენ შვილიშვილებს, არამედ სხვების შვილიშვილებსაც და მაშინ იქნებით ბედნიერი. და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი,
ნუ რავი ნუიფიქრებს იმას, რომ მე არაფერი ბერკეტი არ მაქვს იმისი, რომ ცხოვრებაში რაღაც გავაკეთო. ვიღაცა მილიონერია და იმას შეუძლია. არავითარ შემთხვევაში. პირიქით, ჩვენ ვინც კიბის ქვემოთ ვიბადებით, ჩვენ უფრო ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ კიბეზე ასვლა გვიწევს ამ ცხოვრებაში. ეს პროცესია ყველაზე საინტერესო. ვიღაც კიბის თავზე იბადება და იმის ცხოვრება უინტერესოა. როცა კიბეზე ადიხარ მთელ შენ ცხოვრებას შეიგრძნობ მაგ დროს და როცა გამოიხედა უკან შენ ამაყი იქნები რომ შენ კიბეზე ახვედი. რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს აბსოლუტურად თეთრი ხელთვანებით და არა შავი ხელთვანებით და როცა ჩვენ კიბეზე ავალთ და გადმოვიხედავთ ცხოვრების ბოლოს ჩვენ ამაყები ვიქნებით და ჩვენ არ შეგწყვება იმისი რაც ყოფილა ჩვენ არ ვიქნებით ადამიანები რომლებსაც ყურით მოათრევენ, ვიღაცის ფულები მოათრევენ, ვიღაცის კონტაქტები მოათრევენ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი. ამიტომ მომავალთაობას ურჩევ იმას, რომ ბევრი რაღაც გააკეთეთ ცვლილებების დასვით კითხვები რატომ? ოღონდ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ანარქიაში არ უნდა გადაიზარდოს. გეთანხმები. თემო სულ მალე ახალი წელი მოდის და როგორია საახალწლო განწყობა და რას უსურვებდი მაყურებელს ჩვენი ეთერით? საახალწლო განწყობა ჯერ რატომღაც არ ვიცი, არ მაქვს მე პირადად რო გითხრათ. საახალწლოდ მინდა გავი რაღაც ეგმები კი მაქვს საახალწლოდ და ყველაზე მთავარი რაც არის ხო იცი მქონდა პერიოდი როცა ფეჩთან ვიჯექი ხოლმე სოფელში ან სადღაც და მუხართან და ახალი წელი მოდიოდა და არ მიხაროდა და მე მივხვდი რომ ეს ყველაფერი მეკეთდებოდა ჩემი შინაგან ძალით ვაკეთებდი ამ ყველაფერს რომ რაღაცა ძალით არ გიხაროდა დაგრუზული ყოფილიყავი და ღმერთო ჩემო და რაღაც ამდაგვარი თვით დამკვიდრებისთვის როცა გარდტეხის ასაკი მქონდა განსაკუთრებით მე მივხვდი რომ ეს ყველაფერი სისულელია ამიტომ ახალ წელს უნდა შევხვდეთ პოზიტივით რაც უფრო მეტი პოზიტივი გექნება მით უფრო მეტად ბედნიერები ვიქნებით და ამ ჩვენს მაყურებელს უსურვებ იმას რომ და ურჩევ იმას რომ რაც შეიძლება მეტად მხიარულად შევხვდეთ ახალ წელს რა თქმა უნდა ადეკვატურად მხიარულად და არა იმად რომ ასე ქუჩაში ვირბინოთ ტიტულებმა და რაღაც გვიხარი ახალი წელი და ასე შემდეგ მეტი პოზიტივი შეიტანეთ თქვენ ცხოვრებაში ახალ წელს განსაკუთრებით და კარგად გავატაროთ ახალი წელიც ეს 2015 წელიც რომელიც ვფიქრობ რომ კარგი წელი უნდა იყოს. სურვილი რომელიც ყველაზე მეტად გინდა აგიხდეს 2015-ში. თუ გაქვს რამე კონკრეტული სურვილი? კი მაქვს, მაგრამ არ გავამხელ. პრინციპში გავამხელ. რამდენიმე სურვილი მაქვს. მინდა რომ ის ადამიანები, ვინც ჩემ გვერდით არიან, ისე გაატარონ ბედნიერად, როგორც ვიყავით. მე ვფიქრობ, რომ პოზიტივი მინდა რომ 2014 წელსაც მოვნახო 2014 წელში, ბევრი პოზიტივი იყო, მინდა რომ ბევრი პოზიტივით იყოს აკრიტული 2015 წელიც. და მინდა რომ ბევრი რაღაც შეიცვალოს. მინდა რომ ევროკავშირში შევიდეთ, უცხოეთთან გაიაფთ ეს მიმოსვლა. მინდა რომ ჩემ გვერდით ყოფილი ადამიანები იყვნენ ბედნიერები და მეც მათთან ერთად ვიყო ბედნიერი. ანუ ისეთი თავმდაბალი არ ვარ რომ თქვა რომ ჩემ გვერდით ადამიანები თუ ბედნიერები იქნებიან და მე უბედური ვიქნები, მე მაინც ბედნიერი. მეც მინდა რომ ბედნიერები ვიყო მათთან ერთად, რატომაც არა თუ ოცნებობ რა. ამ საშუალება არის. თემო ერთი ლექსით და მე დავამთავროთ ერთი კითხვით. ბერტო ჩემი. კარგი. რომელი ლექსი წავიკითხო მოვიფიქრებ მაშინ. თუ ვინა დამისვი კითხვა და მე ჯერ ლექსი და მე ერთი კითხვა და დავამთავრეთ ამით გადაცემა. კარგი. მოგეთ, მინდა რომ მაშინ აი რადგან ლაშა გახარიაზე თქვი, ლაშა გახარიას ლექსი აგიკითხავთ. რომელიც თავის მეგობარს მიუძღვნა, ძალიან მიყვარს ეს ლექსი და მინდა რომ ამ ლექსით ასე ვთქვათ ლაშა გახარიას პოპულარიზაცია მოახდინო იმ ადამიანებში, ვინც არ იცნობენ და არჩილ ფირცხალავას, სხვადასხვა ადამიანებს, ვინც იმსახურებენ ამ ყველაფერს. ის საღამო მომაგონდა წუხელდა, არითმიამ რითმა მომაპარინა. გახსოვს ღამის ყავა მომიდუღედა, თოჯინები გაგებუტნენ მარინა. გაზაფხული უშენობით ცივია, ნიავითმა სავარცხელზე ნელდება. თოჯინები როცა არიცინიან, რაღაც ხდება, რაღაც ცარიელდება. გარეთ წვიმს და ქოლგას აკთხოს ტუია, უჭირთ ჭველებს, ჭვიმით ხელგა გოჭილებს. თოჯინები არასოდეს ტყუიან ეს, დიდები ატყვევენ თოჯინებს. საინტერესო ლექსია. თემო, არის რამე ისეთი, რისი თქმაც ყოველთვის გინდა და ექსკლუზიურად ჩვენს გადაცემაში ამბობ? არა, რაც მინდა ყოველთვის ვიძახი. ანუ ისეთი ტიპი არ ვარ, რომ გულში რამეს ვიტოვებდე, რაც მინდა ყოველთვის ვიძახი. და მე მგონი ვთქვი, რაღაცები რაც მინდოდა, თუ რამე დამჩა სათქმელი, მე
კიდე სხვა რომელიმე ტელევიზიის ეთერში ვიტყვი აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და სიღრმისეული საუბრისათვის. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ შენს მიმართ უდიდეს პატივისცემას. შენი შემოქმედების მიმართაც და ბედნიერ 2015 წელს გისურვებ, წარმატებებს გისურვებ მთელი გულით და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მომბრძანებისათვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. გისურვებთ რომ ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის 2015 წელს. და ყოფილიყოს იმაზე უფრო წარმატებული ვიდრე წინა წლები და წარმატება ყოფილიყოს მზარდი რა თქმა უნდა და წინსვლას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ანანა შენ და ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს ვინც არის ამ გადაცემაში ჩართული. მადლობთ და გისურვებთ წარმატებებს. შენც ასევე მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით დროებით.